ძალიან მიხარია ახალგაზრდა სოციალისტების ხმებით ემგონია რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი მათ შორის გენერულ საკითხებთან დაკავშირებული საკითხების ქვეყნის და ყველა ადამიანის განვითარებისა და გაცნობისა სასიკეთო გადაწყვეტა ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სოციალისტურ სოციალ-დემოკრატიულ იდეებთან და ამ შემთხვევაში არ არის თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ამ საქმეში. მე მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ზოგადად პრობლემის თაობას. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ ეს უკავშირდება არამხოლოდ ასე ვთქვათ ფიზიოლოგიურ პრობლემატიკას, არამხოლოდ იმ საკითხებს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომლებთანაც პირდაპირ დაკავშირებულია გენდერი, არამედ ფუნდამენტურ საკითხებს. მაგალითად, ეს არის საკითხი ზოგადად დემოკრატიის შესახებ, საკითხი ზოგადად თანასწორობის შესახებ. ერთ-ერთი ძალიან კარგი გამოკვლევით, რომელიც მე წავიკითხე და გამოქვეყნდა სადღაც 5-6 წლის წინ, 7 წლის წინ, ძალიან ცნობილი მეცნიერის მიერ, რომელიც იკვლევდა დემოკრატიის ხელშემწყობ პირობებს საზოგადოების კულტურაში. მეც ვიზიარებ ამ დასკვნას, რომელიც ამ ცნობილ მეცნიერს ჰქონდა, ინგლისის სიტუარი, რომ ყველაზე სერიოზული წინააღმდა დემოკრატიის დაკვირვებაში ეს არის გენდერული პრობლემა და ამდენად ისლამური ქვეყნებისათვის ფუნდამენტურად არის გადალახული ის ვითარება, რომელიც გენდერის საკითხში არის ისლამურ ქვეყნებში, მოგეხსენება, რომ ისლამურ კულტურაში ზოგადად ასე ვთქვათ, ისლამურ კულტურაში დემოკრატიის დაკვირვება ისლამურ ქვეყნებში ძალიან ძნელად წარმოიდგინება. რატომ? ეს არის ზოგადად ადამიანის თანასწორობის პრობლემა და ამ თანასწორობის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, თუ ჩვენ კაცობრიობის ნახევარზე მეც არ ჩავთვლით თანასწორობა. ამდენად ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და არა მხოლოდ ასე ვთქვათ პროცენტების საკითხი. ეხლა რაც შეეხება პროცენტების საკითხს. პროცენტების საკითხი არის დაკავშირებული პოლიტიკურ წარმომადგენლობას. მე ვიზიარებ იმას, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობა უნდა იყოს ადეკვატური, ასე ვთქვათ, საზოგადოების სახეს უნდა წარმოადგენდეს და მაშინ იქნება ის რეალურად წარმომადგენელი ამ საზოგადოებისა, პოლიტიკური საზოგადოება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს, ზოგადად წარმომადგენლობის პრინციპი უნდა იყოს დამკვიდრებული. ანუ დემოკრატიამდე იყო განსხვავება ცხადია, ქრისტიანულ კულტურაში არის ადგილი სხვადასხვა იყო კიდევ პრობლემები, ვიდრე მაგალითად ისლამურ კულტურაში. მაგრამ ქრისტიანულ კულტურაში დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე დემოკრატია არ დაიწყო დამკვიდრება, რეალურმა დემოკრატია ქალის ადგილი მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. მეტიც, მაგალითად ისტორიის მეცნიერებაში არის ასეთი განმოწევა მიაჩნიათ ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ავიცით ჩვენი ისტორია, იმიტომ რომ ვიცით მარტო ერთი მხრიდან. ქალების დანახული ისტორია ჩვენ არ ვიცით. ანუ ძირითადად კაცები წერდნენ ისტორიას. ეს ისტორიაზე ვქეხლა, მაგრამ ეს არის ზოგადად საზოგადოების საზოგადოების შესახებ ჩვენი შეხედულებები, ხო? როგორ პარლამენტები. სწორედ ამიტომ ეს აძლიერებს აი ამ ფემინისტურ მოძრაობებს, ეს აძლიერებს ქალების ინტელექტუალურ მოძრაობებს და მათ შორის მხოლოდ ერთია პოლიტიკური წარმომადგენლობის პროცედურა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ პარლამენტში ამ პროცედურობას და კიდევ დავუჭერთ დიდი უმეტესობა ამის მხარდამჭერია, რომ მე მინდა კარგად გავიაზროთ, რომ ეს არის ზოგადად დაკავშირებული წარმომადგენლობის საკითხი. თუ პოლიტიკური ელიტა, თუ პოლიტიკური კლასი, თუ გადაწყვეტილების მიღების ჯგუფები რეალურად არ არიან წარმომადგენლები, მაშინ იქ სულეთია ქალები იქნებიან თუ კაცები იქნებიან. თუ ვერაცა ერთი კაცი ნიშნავს იმას, ეს მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რეალური წარმომადგენლობა. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ძალიან ბევრი კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, ალბათ ყველანი დამეთანხმებით. ისეთი წარსული და ისეთი ინერციული და ასე ვთქვათ, ისეთი ინერცია ძალიან ძლიერია, ამისი გაზრდა რთულია, ამიტომ ახალგაზრდების ყველა ინიციატივას ის
ადამიანები, რომლებიც საერთო შეხედულებებს ვიზიარებთ, ხაზს დაუჭერთ, მაგრამ მთავარი ინიციატორები არ ჩვენ უნდა იყო. ბევრი რამ გამიგრძელდეს, მე კონკრეტულ საკითხზე მოგასცემთ, მოგესწრებათ, რომ შრომის კოდექსი იყო ერთ-ერთი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთ-ერთი პირველი ასეთი მნიშვნელოვანი კანონებს შორის და ამან გარკვეულწილად შეცვალა ის ვითარება, რომელსაც წლებში არსებობდა. მაგრამ აი მიმართულებით, რადგან ახლა დღეს თქვენ გიძათ ვილაპარაკოთ, ამას არის როგორც საკანონმდებლო, ასევე არასაკანონმდებლო პრაქტიკული განზომილება და თითქოს არის საკითხები გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ ვიცით, მე მქონდა საუბარი დავსწარე რამდენიმე შეხვედრას იუსტიციის სამინისტროში, დასწრებული ინიციატივა, ქალბატონი ეთემატურელი არის, ჩვენ მქონდა საუბარი ვიცი რომ გათა გარკვეული მოსაზრებული ინიციატივები, მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ჩვენ ამას მივესალმებით, მინდა ვიმართ ვაწარმოებთ კიდევ ერთხელ ახალგაზრდებს და ასევე ყველა ორგანიზაციას, რომელიც აქ იყო დასახელებული, ჩვენ ვიავართ მზადვართ ყველა ასეთი სცენარების გაშლისათვის და მზადვართ ძალიან ფუნდამენტურად გადავიაზროთ ის ვითარება, რომელიც ამ სფეროში არის საქართველოს შექმნილი, რომ მოვიწოდებდით, რომ უფრო ხმა ანალიზი ჩავატაროთ ამისა და სადღაც გვერდზეც თუ არის რაღაცების შესაძლებელი, იმაზეც ვიფიქროთ და არა მხოლოდ იმაზე, რომ თუ ახლა ჩვენ რაღაცა კონცეფტებს გავზრდით, სტიმულებს შევქმნით, ეს რეალურად ვითარებას არ შეძლებს. ეს ხელს შეუწყობს, მაგრამ მაგალითად არის რაღაც ნაბიჯები გადასახადები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს მუშაობაში და იმედი მაქვს, რომ ბევრი კანონპროექტი წამოვა ამ და სხვა მიმართულებით. დიდი მადლობა.